ქართული მუსიკალური ხელოვნების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული არის ჩვენს რადიოს ფონდთან. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი. მართლაც უნიკალური მოვლენა იყო ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში. ვიწყებთ კონცერტს კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის ნაწარმოებიდან. მოისმინეთ ნაწყვეტი ოპერიდან თქმულება შოთა რუსთაველზე. ასრულებს საქართველოს რადიო კომიტეტის სიმფონიური ორკესტრი. ჯერ კიდევ 1937 წელს შეიქმნა რადიოს სიმფონიური ორკესტრი. ეს იყო, იცით, როგორი შემოქმედებითი პროცესი, როდესაც შემოხვიდოდი ჩვენთან შენობაში. აი, პირდაპირ იყო ფუსფუსი, მუსიკოსები, მომღერლები, ორკესტრის წევრები, კომპოზიტორები და ასე შემდეგ, ყველანი. ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფუფუნება ქართველი კომპოზიტორებისთვის და სხვათა შორის მომღერლებისთვისაც, იმიტომ რომ აქ იწერებოდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული პროფესიული, პირველ რიგში პროფესიულ მუსიკას ვიტყვი, მუსიკის თითქმის 90%. ეს იყო საქართველოს რადიოს და ტელევიზიის საესტრადო სიმფონიური ორკესტრი. მაგრამ ცოტა ადრე დავიწყებ აი პატარა ისტორიას. ჯერ კიდევ, როდესაც ჩვენი რადიო იყო რუსთაველზე, კავშირგაბმულობის შენობაში, მაშინ, იცით, ბატონი აკაკი ძიძიგურის ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი სიახლე იყო საესტრადო მიმართულებითაც. ბატონმა კაკომ განსაზღვრა რადიოს მუსიკალური პროგრამების პოლიტიკა იმ პერიოდში და ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ისტორიული ნაბიჯი იყო ამისი, რომ მან ჩამოიყვანა დებიის შხნელები და პირველი ჩანაწერები სწორედ გაკეთდა მათი. ამის შემდგომ უკვე საესტრადო სიმფონიურმა ორკესტრმა გამოინაცვლა უკვე საქართველოს რადიოში და უკვე ოკოსტავაზე ჩვენ შენობაში, რომელსაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორია აქვს. უფრო გასული საუკუნის 70-იან წლებიდან დაიწყო ეს პროცესი და მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი გივი გაჩეჩილაძე მაშინ ჩამოგვცემდა ისიც უკრაინიდან, სადაც კიევში მოღვაწეობდა და სწორედ სათავეში ჩაუდგა საერთაშორისო სიმფონიურ ორკესტრს. მინდა გითხრათ, რომ ასევე ქართული ესტრადის ალბათ 95% მაინც იმ პერიოდის 70-იან, 90-იან წლებს გულისხმობ, უფრო აი ამ ეშუალებს ჩაწერილია ჩვენთან რადიოში და ჩვენი საესტრადო სიმფონიური ორკესტრის მიერ. მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის მუსიკოსები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ამ პერიოდში. ეს იყვნენ, როგორ გითხრათ, იცით, ალბათ
საუკეთესო აი ამ ჟანრში მუსიკოსები. მე ჩამონათვალს გავაკეთებ, შეიძლება ვინმე გამომრჩეს და მაპატიოს. გივი გაჩეჩილაძის შემდეგ უკვე მოვიდა ბატონი თენგიზ ჯაიანი. აქ მოღვაწეობდნენ ალექსანდრე მანჯგალაძე, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ედუარდ ისრაელოვი, გოგი კალანდაძე, არ მინდა ვინმე გამორჩეს, ხო, თენგიზ ამირიძე და ძალიან საინტერესო მუსიკოსები იყვნენ. იდეა მრავალმხრივი. თითოეული მათგანი იყო არა მარტო სამხატვრო ხელმძღვანელი ამ საესტრადო სიმფონიური ორკესტრის, არამედ ისინი იყვნენ ბევრი კომპოზიტორიც, ბევრი არაერთი კომპოზიციის ავტორი და უბადლო არანჟირების ოსტატები. მე მინდა ასევე ხაზგასმით ვთქვა მომღერლების შესახებ, ჩვენი სახელოვანი საესტრადო მომღერლები თითქმის ყველას აქვს ჩვენთან ჩანაწერი გაკეთებული და ისინი იყვნენ საესტრადო ორკესტრის სოლისტები. მე მინდა დავასახელო რამდენიმე მათგანი მაინც, ქალბატონი ნანულა ვესაძე, ქალბატონი მედეა ძიძიგური, სერგო ნონიაშვილი. ისინი სწორედ ჩვენთან აკეთებდნენ თავიანთ რეპერტუარს და იწერებოდა ეს უნიკალური ჩანაწერები. შენზე ოცნებამ გული წაიღო და შენი სივი გადამეყარა საგადაფუძო ფიქრი მქონია მღერი დაია დაიხაროს მე ყველა ქალი აი კიდევ ერთი ისტორია მინდა გავიხსენო, იცით, ქალბატონი მედეას მონათხრობიდან, მედეა ძიძიგურის. მედეას კუმირი იყო, ასე ვთქვათ, ინოლა გურგულია. იგი ყველა კონცერტს იწყებდა ინოლა გურგულიას სიმღერით ადამიანი და ასრულებდა მისივე სიმღერით მადლობელი ვარ. და როდესაც უკვე ქალბატონი ინოლა შეუძლოთ იყო მოუნახულებია მედეა ძიძიგურს და აი მას ესეთი რამ თქვას ნეტაო თუ ოდესმე მოვესწრები რომ ჩემი სიმღერა ადამიანი იყოს გაორკესტრებულიო და აი ქალბატონმა მედეამ ასეთი რამ მოიფიქრა, მან დაურეკა თენგიზ ჯაიანს, თხოვა რომ აი ეს სიმღერა გაეორკესტრებია, ანუ არანჟირება გაეკეთებინა და ეს მოხდა ერთ ღამეში. მეორე დღეს უკვე ჩაიწერა ეს სიმღერა და საღამოს გავიდა მოამბეში აი ეს გაორკესტრებული ადამიანი, ქალბატონი ინოლას. მე მინდა გითხრათ მსმენელების დამოკიდებულება 70-90-იანი წლების ფარგლებში. ჯერ კიდევ მაშინ იყო ხაზის რადიო და ყველა ოჯახში იყო მოგეხსენებათ რადიო. ასე რომ პირველად თუ კი რამე ჩაიწერებოდა, სწორედ რადიოს მეშვეობით ხდებოდა პოპულარული. აი ამის მაგალითად მე მინდა გითხრათ ბატონი რობერტ ბარძიმაშვილის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება. აი რაც საკეთებდა ბატონი რობერტი, იცით, როდესაც მაგალითად შეიქმნა ანსამბლი 75. აი ამ ჩანაწერს მას მოქონდა რადიოში, ბატონ ილია კევლიშვილს ჰქონდა პირდაპირ ეთერის მაშინ გადაცემა და პირველად გააჟღერებდა სწორედ რადიოში. მერე ტრიალებდა ეს რადიოში ეს ჩანაწერები, ხდებოდა საოცრად პოპულარული და როდესაც იყო ანსამბლ 75-ის კონცერტი, როგორც კი გაიჟღერებდა ერთი აკორდი, როგორც კი დაიწყებოდა, მსმენელი უკვე ხვდებოდა რომელ სიმღერაზე იყო უკვე მოსასმენად მზად და აპლოდისმენტები იყო დარბაზში. აი იმდენად დიდი როლი ჰქონდა რადიოს, ხო, ამ ხრივ, რომ აქედან ხდებოდა პოპულარიზაცია ყველა მუსიკალური ნომრის თუ სიმღერის თუ კომპოზიციის და აი ესე შემდეგ. ასე რომ ძალიან დიდია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საესტრადო სიმფონიური ორკესტრის როლი ქართული ესტრადის განვითარების ისტორიაში.